დოფამინი არის ტვინში არსებული ნეირომედიატორი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ნერვიულ უჯრედებს შორის გადასცემს სიგნალს. ის არის მოტივაციის და მოქმედების ჩამრთველი. დოფამინი გვაიძულებს ვისწავლოთ ახალი რაღაც, ვიმოქმედოთ ჩვენი მიზნის მიმართულებით, გავიმეოროთ ის ქცევა, რომელსაც ჩვენთვის სიამოვნება მოაქვს და ასევე ვიგრძნოთ სხვადასხვა რამეების მიმართ ინტერესი და ცნობის მოყვარეობა. ზოგადად მეცნიერებაში დოფამინი განიხილება როგორც ტვინის ჯილდო და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის მოტივაციაში, ყურადღების კონცენტრაციაში, ქცევის გამტკიცებაში. დოფამინი ეხმარება ტვინს განსაზღვროს, რომელი ქცევა უნდა განმეორდეს. როგორც მიხვდით, ძალიან კარგი რამ ყოფილა ეს დოფამინი, მაგრამ როდესაც ტვინი იღებს ზედმეტ, სწრაფ და ხელოვნურ დოფამინს, ხელოვნურს, ანუ ხელოვნურ სტიმულს დოფამინის მისაღებად. ამის მაგალითი შეიძლება იყოს უსასრულო სკროლვა და სხვა სწრაფი სიამოვნებები. ტვინი ეჩვევა მაღალ დოზას და რეალური ცხოვრებიდან ვეღარ იღებს იმ სიამოვნებებს, რომელიც წესით უნდა მიიღოს. ასე დროს ჩნდება სიცარიელის შეგრძნება, აპათია, ინტერესის დაკარგვა ყველაფრის მიმართ. ზოგს ერევა ეს სიზარმაცეში და ამის გამო ძალიან ბევრ ადამიანს ზარმაც უწოდებენ, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. კარგი ამბავი არის აქ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ტვინი ხელახლა გავწვრთნათ და შევქმნათ შეგნებულად ახალი ნეირონული გზები. შესაბამისად შეიცვლება ჩვენი ქცევები, აზროვნება, განწყობა, ხასიათი და ასე შემდეგ. ძალიან ძნელია ასე ერთ ვიდეოში გაგიზიაროთ რაღაცა რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ დოფამინის სწორ გამოყენებაში, მაგრამ შემიძლია გირჩიოთ ის, რომ ნუ შეეჭიდებით ერთბაშად რაიმე დიდ მიზანს, მიზნები დაყავით პატარა ქვემიზნებად, რადგან თითოეული მიზნის მიღწევის დროს ტვინი გრძნობს პროგრესს და გამოყოფს დოფამინს. ასევე განმეორდები და ვიტყვი, რომ უნდა შევამციროთ სკროლვა. მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღწეს, რადგან სპორტი ზრდის დოფამინის ბუნებრივ გამომუშავებას. ასევე ძალიან მაგარია ახალი გამოცდილებების მიღება, მოგზაურობა, ამ დროსაც თავის მხრივ გამოიყოფა დოფამინი. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამაზე, თუ მოგწონს მსგავსი ტიპის კონტენტი, დამიკომენტარე, დამილაიქე და გააზიარე, ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.